Slipknot-ზე აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ საუბარი ჯორდისონით დავიწყეთ და მოდი ეხლა გადავიდეთ ვიზე თუ არა კორი ტეილორზე. ამიტომ კარგად ჩაუჯექით და არ დაგავიწყდეთ ჩემი დაფოლოება, ეს ხომ ასეთი აუცილებელია მეგობრებო. მოდით ყველაზე უმნიშვნელო, მაგრამ მაინც საინტერესო ფაქტით დავიწყებ მოყოლას. სცენაზე იგი წარმოჩინდება როგორც ძალიან ძლიერი ენერგეტიკისა და საოცარი შესაძლებლობების ადამიანი. პრინციპში არ წარმოჩინდება, ასეც არის. სიმაღლეში გახლავთ 1.70 და აი აქ მინდა აღვნიშნო ის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის შინაგან სამყაროს ბუნებას, ენერგეტიკას, რომ აი ასეთი ტანმორჩილი ადამიანი შეიძლება იყოს ასეთი ყოვლის მომცველი კონცერტებზე, ლაივებზე და ყავდეს ამხელა ფანბეისი. კორი არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, სხვათა შორის ახალგაზრდობაში ებრძოდა დეპრესიას და რამოდენიმეჯერ თვითმკვლელობაც კი სცადა, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მუსიკამ მისი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა და შინაგანი ემოციები გადაერთო მუსიკაში, რაც შემდეგ აისახა Stone Sour-ში და Slipknot-ში. მის შემოქმედებაში Stone Sour იყო პირველი ბენდი და არა Slipknot-ი, თუმცა პოპულარობა მას Slipknot-მა უფრო მოუტანა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი არსებობს ამ ბენდთან დაკავშირებით. მიღბები, რომლებიც ამ ბენდისთვის იქმნება, ძირითადად კორი ტეილორის იდეა გახლავთ ხოლმე. აქვს რამოდენიმე წიგნიც გამოშვებული, აქვს თავისი სოლო კარიერაც, შეიძლება მოსმენილი გაქვთ, ლაივებს ატარებს ხანდახან აკუსტიკურს და ასე შემდეგ. ისევ ვოკალურ ფაზას მივადექით, კორი არის ძალიან მაგარი ვოკალისტი, აქვს სკრიმინგი, შეუძლია რეპი, შეუძლია ეს ყველაფერი ლამაზი ვოკალით დააგვირგვინოს, ოდნავ ხრინწიც გაკრავს, ოდნავ კი არა კარგად გემრიელადაც, ძალიან უყვარს კოლაბორაციები და ძალიან ხშირად აკრიტიკებს მუსიკალურ ინდუსტრიას, რაშიც პრინციპში დავეთანხმებოდი. ყველაზე მეტად რაც მის ნიჭიერებას და რითმიულობაზე ხაზს უსვამს არის მისი აჩეხილი რეპ სკრიმინგი, თუნდაც Heretic Anthems მოგასმენინებთ, აი აქ გავუშვებ ახლა. ძალიან კარგად აკეთებს ამ ყველაფერს, ბევრს ვისაუბრებდი მასზე, მაგრამ TikTok-ი არ იძლევა ამის საშუალებას, როგორ არ იძლევა, მაგრამ ფორმატი მეგობრებო. ასე რომ კიდევ ერთხელ გამმეორდები, გთხოვთ დამაფოლოოთ, ხო ხედავთ, როგორ ვწვალობ.